კითხვებს რო ვადგენდით, მაქსიმალურად ბევრი ვიფიქრეთ, რაღაც პოლიტკორექტულობა არ გაგვპარვო და თუ როგორც ქვია ამას. მე მგონი სწორად ვიტყვი და უხეშად არ გამომივიდა. გონებრივი განვითარების დაყოვნება. ზე მინდა თქვენი შეფასება. ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ესე ქვია. ფსიქიკური განვითარების, მენტალური გონებრივად ითარგმნება ხოლმე ქართულად. დიახ. ფსიქიკური განვითარების შეფერხება ქვია ამას, ან დაყოვნება. იმას გულისხმობ, რომ სიტყვაზე პატარა ბავშვი და სწავლა უჭირს. დიახ. ძალიან ბევრი დიაგნოზი ისმება, როგორც წავიკითხეთ, როგორც ვნახეთ. მიზეზი რა არის ქალბატონ თავა, რა იწვევს ამას და რამდენად გამოსწორებადია? იცით რა? სხვათა შორის ხა ეს ცოტა ესეთი პროვოკაციული კითხვაა და ბარემ ჯერ ვიტყვი, მე თქმაც მინდოდა. სხვათა შორის მამებისთვის განსხვავებული ტიპის ბავშვის ყოლა ბევრად უფრო მტკივნეულია ვიდრე დედებისთვის, მინდა გითხრათ, რატო? იმიტომ რომ მამას, ესე გვეუბნებიან ფსიქოანალიტიკოსები, დედას აქვს უპირობო სიყვარული და მამას პირობითი. მამას უყვარს ამიტო და ამიტო თავის შვილი. ეხლა თქვენ არაფერ არ გამოგასწორებთ ესე, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგრამ ანუ ესე არის მოწყობილი, როგორც გვეუბნებიან ფსიქოანალიტიკოსები, მაგრამ ძალიან ბევრია ესეთი ისტორია, როცა მამისთვის ეს არის მიუღებელი. და დაუტოვებიათ ხოლმე. ხო, და დრამატულადაც ზოგჯერ სამწუხაროდ ეს მთავრდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ ტიპის ატიპური განვითარების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის განვითარებაში მამის როლს. ჩემი გამოცდილებით, ნახეთ, როდესაც მამა აქტიურად არის ჩართული და ილუზიები არ აქვს არც დედას და არც მამას. რეალისტური აქ და ამჟამად მოთხოვნებით ცხოვრობენ, რომ აი პატარა პროგრესი დაინახეს და უკვე კარგია, დამიჯერეთ, აი მე თვითონ არ ვჯერა ხოლმე შედეგის. მე თვითონ. და ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია, მე თვითონ რო გაოგნებული ვარ. ისეთი შედეგებია ხოლმე. აი სწორედ ესეთი დამოკიდებულებით, როცა მშობლები დედა კი არ იბრძვის მარტო. დედა და მამა ერთად კი არ იბრძვიან. ისინი ეხმარებიან თავის შვილს. ეს არ უნდა იყოს ბრძოლა. ეს არის დახმარება და მხარდაჭერა და პარტნიორობა აი ამ დახმარებაში და მხარდაჭერაში. კარგია ეს კითხვა რომ დამისვით. ეხლა რაც შეეხება თვითონ სიხშირეს კი გაზრდილია მთელ მსოფლიოში. გაზრდილია არა მარტო აუტიზმი. დასწავლის უნარის დარღვევები, აი რასაც თქვენ თვლით რომ ბავშვებს უჭირთ სწავლა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ გამოაქვეყნა რამდენიმე წლის წინ სტატისტიკა, რომ პედიატრთან მისული ბავშვების 30%-ს ენისა და მეტყველების განვითარებაში შეფერხება აქვთ. ანუ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სიტუაცია, ეს მსოფლიოში ეს ეხა რა ახდენს ამაზე გავლენას? ძალიან ბევრი კვლევაა, მათ შორის აუტიზმზე, ყურადღების დეფიციტზე და ჰიპერაქტივობაზე. ბევრი სხვადასხვა კვლევა გვეუბნება სხვადასხვა ფაქტორებს. ჩემი აზრით ეს არის მულტიფაქტორული და პირველ რიგში ეს არის გარემოს დაბინძურება. საშინლად დაბინძურებულია გარემო მთელ მსოფლიოში. რას ვჭამთ, რას ვსვავთ, ჩვენ არ ვიცით. ორსული ქალი რას იღებს თავის ორგანიზმში, არავინ არ იცის. ამაზე გავლენას ახდენს ასევე ეს ფსიქოლოგიური პრესი, უნდა იმუშაოს ადამიანმა, ანუ ეს რაღაცნაირი პრესი ოჯახის რჩენის და ასევე მავნე ნივთიერებები. რომანტიზება მავნე ნივთიერებების არის ძალიან ცუდი. ეს მარტო აქ არა, მთელ მსოფლიოში. და მავნე ნივთიერებების გავლენა ალკოჰოლის ჩათვლით სხვათა შორის ნაყოფზე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ბევრი კვლევა არსებობს ჩვენ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აი სხვადასხვა აი ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომია, მარიხუანას სინდრომია, კოკაინის სინდრომია, ანუ სინდრომები ქვია ესე, რომ ახალდაბადებული ბავშვს უკვე აქვს რაღაცა შესაბამისი ალკოჰოლის სინდრომი მარტო არსებობს, კი, ეგრე ქვია. ოღონდ ნახეთ რა არის მან ძალიან საინტერესო, რომ არა, აი ვერავინ ვერ გეტყვის რამდენია ალბათობა რომ ეს რამდენია ორსულმა ქალბა რამდენი ალკოჰოლი უნდა მიიღოს სიტყვაზე. ვერავინ ვერ გეტყვის, არსად არ წერია. არც ერთი ასე ვთქვათ, კვლევა ამას ვერ ამტკიცებს, რომ აი ერთი ჭიქა, სამი ჭიქა
აი არა, სიგარეტი. ჩვეულებრივი დავანებოთ ახლა მავნენითიერება ეგეთ სიგარეტის მოწევა, რომ რა მოხდა ხო, ახლა დიდი ამბავი პირდაპირ ბავშვის სისხლში მიდის ეს ნიკოტინი. ანუ ბევრი ესეთი ფაქტორი იწვევს ხოლმე და კიდე ერთია, იცით რა, მედიცინა წინ წავიდა და წინათ ის ბავშვები, რომლებიც დღენაკლული ბავშვები, რომლებსაც ვერ გადაარჩენდნენ, დღეს უკვე ისინი სიცოცხლის უნარიანები არიან და შეიძლება გქონდეთ რაღაცა გარკვეული განვითარებაში შეფერხება. ოღონდ ეს არ არის განაჩენი. დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა იმისა, როცა ბავშვს შეიძლება მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენ.